სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე. თაღამოს თავარი გულის გადაწყვეტილებას ირინას გადაცემს სიტყვასთან. დღეს გაიმართა ჩემი წიგნის პრეზენტაცია, რომელიც ასევე გახლავთ ჩემი პოსტსადოქტორო კვლევა, რომელიც შეასრულე საქართველოში და გერმანიაში. წიგნი ეხება სამეცნიერო კვლევით სექტორში ქალთა წარმომადგენლობას, როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ინფორმაციით, ასევე საერთაშორისო მიდგომებს ეხება კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით. აკადემიურ პერსონალში ქალები და მამაკაცები მიახლოებით თანაბრად არიან წარმოდგენილები. ქალების როლის ზრდა მეცნიერებაში ეს არ არის მხოლოდ თეორიული განსჯის საგანი, არამედ ეს არის ჩვენი ყოველდღიური პრაქტიკული საჭიროება. თავად თემა შედარებით კვლევაზეა დაფუძნებული და არა მარტო ეროვნული პრაქტიკა, არამედ საერთაშორისო პრაქტიკა არის მოცემული, რაც ერთიურად ამაღლებს ნაშრომის მნიშვნელობას. კვლევა მეტად ძეგლს წარმოადგენს, ვინაიდან არის ინტერდისციპლინარული ხასიათის, კერძოდ მასში მოცემულია როგორც სამართლებრივი ასპექტები, ასევე პოლიტიკური და ასევე ფილოსოფიური განხრები. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ამ სფეროში. ირინა ბათვიაშვილი, როგორც უკვე შემდგარი, უკვე ყველასთვის ბევრისთვის ცნობილი სამართლის დოქტორი, ნამდვილად ღირსეულად და ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზე წარადგინა თავისი ეს ბრწყინვალე ნაშრომი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს კვლევა კიდევ უფრო გაგრძელდება, კიდევ უფრო მაღალ სიმაღლებზეა და ირინას ამისი პოტენციალი ნამდვილად გააჩნია. ქალთა უფლებების წახალისება ემსახურება ერთ მთავარ მიზანს. ეს არის თანასწორობის თანასწორობის უფლების პრაქტიკულ რეალიზაციას და ასევე თანაბარი უფლებებით სავსე გარემოს შექმნას. რაც რა თქმა უნდა ცდება მარტოდ ნორმატიული რეგულირების ჩარჩოს და ხდება სამართლის გაფართოებული მნიშვნელობის არეალში, რომელიც კვეთს მორალს, ზნეობას, პოლიტიკურ მიზანშეწონილობას და ლოგიკას.